აი ამასთან დაკავშირებით წამთვევა, გადმორთმევა ეს უკვე თუ აქვს ვინმეს ისა მოbrunების რეალობაში თუ იყო ეს შეეძლოთ სასამართლოს გარეშეც მოებრუნებიათ, გქონდა იქ ეკონომიკის სამინისტროს და ეკონომიკის სამინისტრო ელოდება სასამართლოს დამთავრებას. და მე გაირკვა ყველა ძალიან სხვა დანარჩენი საკითხი. ახალ სარჩელთან დაკავშირებით ანუ პროკურატურაში, მთავარ პროკურატურაში რაც შეიტანეთ. იქ გასაკვირია საკითხი, რაც შეტანილია განცხადება პროკურატურაში, რომ გაირკვეს რა სიტუაცია იყო და როგორ მოხდა ხელშეკრულების გაუქმება ეკონომიკის სამინისტროსთან და ამასთან უნდა გაირკვეს თუ როგორ ჩემთვის უცნობი კომპანიები როგორ შემოიჭრნენ ანაკლია პორტის მიერ პრივატიზებულ პირობით გამოყოფილ მიწის ნაკვეთებს და უნდა აშენებულიყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ესე იგი პორტი ანაკლია პორტი გუბერნატორი თუ ერეოდა ამ საკითხებში და არა სამას რახან შემოიჭრა და მოხდა საკუთრების ხელყოფა ისე ვერავინ შემოიჭრა ალბათ იყო მითითება და ეს ხდებოდა ყველას თვალწინ იმ ხელისუფლების იმ ჩინოვნიკებისა რომლებიც რეალურად წყვეტდნენ ნებისმიერ ესე იგი ისეთ ასეთ გლობალურ საკითხებს მაგათ გარეშე იქ ვერავინ არ შევიდოდა. დიახ. მე როდესაც დავიწყე კომპანია ანაკლია პორტი, როდესაც დაიწყო პორტის მშენებლობა, ეს იყო 2010 წლის 1 სექტემბერი. დიახ. უკვე იქ აშენებული იყო ახალგაზრდული ბანაკი, ამის გარდა კიდევ უკვე ხიმინჯები იყო ჩადებული, ეგრეთ წოდებული ჩემთვის დღესაც უცნობი შენობისათვის რასაც იძახიან იუსტიციის სახლი. დიახ. კიდევ რასაც იძახიან დღეს და როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ესე იგი ზღვიდან რომ ამოდის, ესე იგი ლაზიკა, პორტის სიმბოლიკა. ეს ყველაფერი უკვე მშენებლობის დაწყებამდე იყო მიმდინარეობდა მშენებლობა და მუშაობდნენ ჩემთვის გაურკვეველი კომპანიების მექანიზმები, ტრაქტორები და სამშენებლო მოედანზე იყო გამართული მშენებლობა. ბატონო თემურ, მე ვიცი რომ თქვენ ამასთან დაკავშირებით ადრეც გქონდათ დავა, მაგრამ ვერაფერი ვერ გააკეთეთ ამ ხელისუფლების წინააღმდეგ, ხო? იმ ხელისუფლების წინააღმდეგ. დიახ, ყოფილი ხელისუფლების წინააღმდეგ. ანაკლია პორტმა როდესაც ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში გადაიხადა პრივატიზაციის თანხა 7 მილიონ ლარამდე, მაშინაც კაბალური იყო ეს ხელშეკრულება სახელმწიფოსთან. დიახ. კაბალური იმ თვალსაზრისით, რომ იქ ბევრი პუნქტები ისეთი მოცემული, ესე იგი რომელიც ნებისმიერ ინვესტორს რამდენიც არ უნდა ქონოდა ჩადებული ამ ხელშეკრულების გაფორმების მერე მაინც ადგებოდა და წავიდა და არ გააგრძელებდა იმ ხელშეკრულებით მშენებლობას. ასევე ამ ხელშეკრულების დანართიც რეალურად მიუთითებს იმაზე, რომ იმდროინდელ ეკონომიკის სამინისტროს მინისტრს თუ იუსტიციის მინისტრს თუ სხვა ვინმეს დიდი სურვილი არ გააჩნდათ ანაკლიაში ღრმაწლიანი პორტის მშენებლობის. მაგრამ ისე მოხდა, რომ მე ამას ახლა რამოდენიმე წელიწადია, 15 წელიწადია მედიეითა ვარ გამშვალული, იმიტომ კი არა რომ მე რეალ რაღაც დიდი ბიზნესის გაკეთება და კიდე ეს პროექტი, რომელიც გრძელვადიანი პროექტი, ერთი იქ შეიძლება 10-15 წლის მერე ამ პროექტმა მოქცეს მოგება. მაგრამ მე იმდენად ვიყავი გამშვალული შინაგანად, რომ რეალურად ეს შესაძლებელია, რეალურად ის მოვიდა ის პერიოდი, როდესაც ზუსტად იმ ადგილზე, რასაც ქვია ანაკლია. და იმ მიდამებში ჩვენ გქონდა დაგეგმილი პროექტის მიხედვით პორტის აშენება, რეალურად დაუკავშირებდა ერთმანეთს ევროპასა და აზიას. და ამით ეს სიცოცხლე, ახალი სიცოცხლე შემოვიდა და ესე იგი ჩემს ქვეყანაში და ხელს შეუწყობდა ეკონომიკის განვითარებას. ამასთან კიდევ ხალხი იქნებოდა გამოყოფილი რაციონალური და საქმდებოდა და ახალგაზრდა თაობა, მოსწავლე ბავშვები ივლიან სკოლაში, ახალგაზრდები იგრძნობდნენ თავს, რომ ექნებათ სტაბილური მომავალი. აი ამ თვალსაზრისით ვიყავი მაშინაზეც დღესაც. და მე მაინც რა შეფერხებებიც არ უნდა ყოფილიყო და იყოს დღეს უფალი ხედავს ამას ყოველივეს და ეს ყოველივე განხორციელდება.
აქ საუბარია ძალიან დიდ თანხაზე. ეს არის სიმბოლური თანხა თქვენს მიერ მოთხოვნილი თუ რეალურად ამ თანხის დიდი ნაწილი თქვენ მაშინ დაკარგეთ. ანუ საუბარია 2 მილიარდ დოლარზე. თანხაზე ჩამოვარდა საუბარი და რახან ახსენეთ თქვენ რაოდენობით ესე დიდი თანხა სიმბოლური არავითარი არა ეს მიზერია რომელიც თქვენ დაკარგეთ. დაკარგა ანაკლია პორტმა იზარალა ამით და ამასთანავე თვითონ სახელმწიფო მას იზარალა ამაშიც ზოგიერთი უგუნური ჩინოვნიკების ქმედებით. სახელმწიფო მომავალში აქ აღმოქმედებდა აი იმ სტრუქტურას, ინფრასტრუქტურას, რომელიც რეალურად ქვეყნის ეკონომიკას აწევდა, ესე იგი უმაღლეს დონეზე. და კმაყოფილი იქნებოდა სახელმწიფო. აქ 2 მილიარდზე მეტი კი არა საუბარი. აქ მომავალში დაიკარგა დიდი ინვესტიციები, ანუ უდიდესი ინვესტიციები, რომელიც დღეს მოვარებით არის ეს სოფლიოში ერთ-ერთი მეგა პროექტი. და თავისი დანიშნულებითაც ეს ესე იგი იმოქმედებდა და იქნებოდა ესე იგი ხელსაყრელი ქვეყნისათვის და ხალხისათვის. როგორც ფინანსურად, ასე მორალურად. და ამ პროექტში, რომელიც თქვენ ასე ვთქვათ, წაგართვეს, იყო კიდევ 4 უცხოელი ინვესტორი თქვენთან ერთად თუ არ ვცდები. შემოსული ანაკლია პორტში. შემოსული კი არა, უკვე ხელშეკრულებაზე ხელი იყო მოწერილი. ეს ხელშეკრულების მასალები ამას ქონდა ეკონომიკის სამინისტროს და დღეს გააჩნია როგორც მტკიცებულების სახით ზუგდიდის რაიონის სახალხო სასამართლოს. იქ დადებულია ხელშეკრულება 5.5 მილიარდი დოლარის ინვესტიციაზე, რომელიც რეალურად იყო გამიზნული იმისათვის, რომ 1 სექტემბრიდან ეს ინვესტიციები იქნებოდა, ესე იგი, მიწოდებული ამ პორტის მშენებლობისათვის. გამოყოფილია დღესაც ეს ინვესტიცია, მაგრამ რახან მოხდა კომპანიის საკუთრების ხელყოფა, ერთხელ კიდევ ვიმეორებ, არც ერთი ინვესტორი არ გააკეთებს იმას, თუ საფრთხე ემუქრება მის ინვესტიციას. თუ არ არის დაცული ინვესტიცია სახელმწიფოს მხრიდან. როცა დაინახეს, რომ რაღაც სხვა ტექნიკა მუშაობს თვითონ ანაკლია პორტის პრივატიზებულ ტერიტორიაზე, თავისთავად ეს ინვესტორებმაც უარი თქვეს. ნათელია რომ ინვესტორები, ესე იგი, გაჩერდნენ და ფიქრობენ თუ რა მოხდება ამ პროექტის გარშემო ხვალზე. და იმანაც დააშნა ინვესტორები, რომ გაჟღერდა ინფორმაცია იმდროინდელი ხელისუფლების მიერ, კერძოდ პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ქალაქი ლაზიკა და ლაზიკა პორტის მშენებლობის თაობაზე. ამანაც იმოქმედა ინვესტორებზე და ფიქრობენ, რა ხდება არ იციან. ჯერ იყო და პრეზიდენტის ბრძანებით გადმოეცა ანაკლია პორტს მიწის ნაკვეთი 2100 გექტარი ანაკლია პორტის მშენებლობისათვის გადის რამოდენიმე თვე და იგივე პრეზიდენტი სააკაშვილი აჟღერებს იმის თაობაზე, რომ იწყება ახალი ქალაქი ლაზიკას და ლაზიკა პორტის მშენებლობა. გაურკვეველია სიტუაცია და ამიტომ განიხილავს სასამართლო და მიიღებს სწორედ აი აქამდე მივედით ჩვენ. ანუ გაქვთ თუ არა იმის იმედი, რომ დღევანდელი სასამართლო ობიექტურად გადაწყვიტავს ამ საქმეს. ეს ის საქმეა, სადაც არსებობს რეალურად უტყუარი მტკიცებულებები, არგუმენტირებული, რომელიც დადასტურებულია დოკუმენტებით და მე არ მგონია და ჩემგან შორსაა ის, რომ სასამართლო როდესაც ხედავს, რომ ეს რეალურად ის სიტუაცია სიმართლის და სასამართლოს გაარჩევს ამას სწორად, როგორც რამოდენიმე პროცესი უკვე ჩატარდა, მე როგორც
უკეთებ ანალიზს რეალურად ჩაწვდა თვითონ მოსამართლე ამ საკითხებში, რომელიც რეალურად უნდა გაირკვეს და სიმართლით უნდა დამთავრდეს სასამართლოს გადაწყვეტილება. და ამიტომ მე არ მგონია რომ მოსამართლემის არა სწორი ან კიდევ მიკორიძებული რაღაც განაჩენი გამოიტანოს ამ საკითხთან დაკავშირებით. და თუ კი ეს ასე მოხდა და თქვენ ყველაფერი დაიბრუნეთ ის რაც დაკარგეთ, აპირებთ თუ არა ისევ ხელმეორედ ინვესტიციების ჩადებას ანაკლიაში? აქ ორი საკითხი არ არსებობს. ყველაფერი მომზადებულია. დიახ. პირადი ჩემი ფინანსური მდგომარეობაზე, ჩემი პარტნიორების ჩვენ ამ საკითხის ესე დამთავრებას ალბათ მომდება 3-დან 5 თვემდე და ჩვენ აუცილებლად ანაკლია პორტის მშენებლობა გაგრძელდება და პირველი ეტაპი ანაკლია პორტის მშენებლობის დამთავრდება 2 წელიწად ნახევარში, სადაც უკვე შემოვა პირველი 100,000-იანი გემი, ტანკერი, რომელიც ესე იგი იქნება იმის მომასწავლებელი, რომ მეორე ეტაპიც და შემდგომ განვითარდება პორტის მშენებლობა და საბოლოო ჯამში ალბათ 80-დან 100,000 ტონა ტვირთბრუნვის პორტი გახდება ანაკლია პორტი. ანუ ეს მოხდება დაახლოებით 1 წელიწადში, რომ ყველაფერი იყოს თავის ადგილზე დადგება. ჩვენ დავიწყეთ მშენებლობას. ყველაფერი უნდა მოუბრუნდეს. მიწის ნაკვეთები, რომელზეც უკვე გადახდილია პრივატიზების თანხამ. ამასთანავე, როცა შენდება ასეთი პორტი, ინვესტორებს მიწის ნაკვეთი ეძებათ პირობების ქვეშ და არავითარი გადახდების პირობების ქვეშ, რომ თუ გააკეთებენ და მშენებლობას იმ გრაფიკით აწარმოებენ, მაშინ არავითარი თანხა არ აქვს გადასახდელი მიწის ღირებულების. სახელმწიფო ხელი უნდა შეუწყოს პირიქით. აქ გარემოება საქმე იმასთან გვაქვს, რომ აქ რეალურად გადახდილი იყო 7 მილიონი ლარი ამ მიწის ნაკვეთის პრივატიზაციისათვის და ამავე დროს მე დღეს დარწმუნებული ვარ, რომ მეორე მხრივ ფიქრობდნენ იმას, როგორ მე ესე იგი ხელი შეეშლათ და ეს რაც მეტი დაეხარჯებოდა, როგორ მე ისევ გაეუქმებინათ ეს ხელშეკრულება რაღაც გარკვეული არაობიექტური მიზეზების გამო. და ასეც მოხდა კიდევაც. ძალიან დიდი მადლობა და წარმატებებს გისურვებთ.